საქართველოს პრემიერ-მინისტრი წლიურ ანგარიშს წარადგენს მოსმენა საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე წუთში დაიწყება. ცნობილია, რომ აქცენტი საგარეო გამოწვევებზე, ევროკავშირთან ურთიერთობაზე, ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, ეკონომიკურ სტაბილურობასა და რეგიონულ და საერთაშორისო პროექტებზე გაკეთდება. ზოგადად პრემიერ-მინისტრის მოხსენებით დაიხურება საგაზაფხულო სესია. ირაკლი კობახიძის წლიური ანგარიშის წარდგენას დაესწრება პატრიარქის რანგში პირველად შიო მესამე. საკანონმდებლო ორგანოდან ახლა თეონა მანაგაძე შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში და მისგან მოვისმენთ მთავარ აქცენტებს, ასევე საინტერესოა ხომარ დაწყებულა უკვე თეონა. პრემიერ-მინისტრი უკვე პარლამენტშია, ირაკლი კობახიძის მოხსენება რამდენიმე წუთში დაიწყება. დღევანდელი სხდომა გამორჩეული იქნება იმით, რომ მას დაესწრება პირველად სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი შიო მესამე. რაც შეეხება უშუალოდ პრემიერ-მინისტრის ანგარიშს, ირაკლი კობახიძე საკანონმდებლო ორგანოში უკვე მეორედ იმყოფება პრემიერ-მინისტრის რანგში. მას როგორც ჩანს, ექნება კონკრეტული გზავნილები პარლამენტის ტრიბუნიდან, ვინაიდან ამას ეფუძნება სწორედ მის მიერ პარლამენტში წარდგენილი ანგარიში. ანგარიში მოიცავს იმ საქმიანობას, რასაც აწარმოებს მთავრობა სხვადასხვა მიმართულების დარგების შესაბამისად. ირაკლი კობახიძე ქვეყნის მთავარ გამოწვევად ოკუპაციას და სიღარიბეს ასახელებს, მიღწევად კი ეკონომიკურ ზრდას. პრემიერ-მინისტრი საკუთარ ანგარიში აღნიშნავს და მიუთითებს იმაზე, რომ გეოპოლიტიკური დაპირისპირებებისა და ასევე არასასურველი გარემოებების მიუხედავად, მისი განცხადებით საქართველოს საგარეო რისკებს გაუმკლავდა და შეინარჩუნა ქვეყნის ეკონომიკური ზრდა. ეკონომიკის ჭრილში პრემიერ-მინისტრი აქცენტს აკეთებს ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით. მთავრობის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ მაშინ, როდესაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების და წევრობის საკითხი დადგება, მთავრობის მიზანია ამ პროცესს ქვეყნის ეკონომიკა ძლიერი შეხვდეს. ეკონომიკისგან განსხვავებით, პრემიერ-მინისტრი ასევე საუბრობს იმაზე, რამდენად ჰარმონიულია და ჰარმონიზაციაშია საქართველოს კანონმდებლობა ევროკავშირთან. პრემიერ-მინისტრი საკუთარ ანგარიში აღნიშნავს, რომ სტანდარტების მიმართულებით 93% მეტი საქართველოს სტანდარტების კავშირში არის ევროპულ სტანდარტებთან, თუმცა ქართულ კანონმდებლობასთან მიმართებაში ის ამბობს, რომ ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია 14%-ია და ამ ნაწილში მთავრობის ხელმძღვანელი მიუთითებს იმაზე, რომ ამ მსგავსი მონაცემები აქვს თავად ევროკავშირის წევრებს. რაც შეეხება კიდევ ერთ საკითხს, ეს ეხება ამერიკასთან ურთიერთობას. მთავრობის ხელმძღვანელი აღნიშნავს ანგარიში, რომ საქართველოს ხელისუფლების მიზანი და ამოცანა ამერიკასთან გადაიტვირთოს ურთიერთობები, თუმცა ამავე დროს მთავრობა ხაზს უსვავს იმას, რომ მნიშვნელოვანია ამ პროცესში გათვალისწინებული იყოს როგორც საქართველოსი, ასევე ამერიკის ინტერესები და თანამშრომლობა და პარტნიორობა შედგეს თანასწორ უფლებიანობაზე. კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც აქცენტი არის გაკეთებული დოკუმენტში, ეს ეხება საქართველოს როლს როგორც შუა დერეფნისას. ამ ნაწილში საქართველოს მთავრობა საუბრობს იმაზე, რომ რეგიონში საქართველოს მთავრობის მიზანი არის ქვეყანა იყოს გამორჩეული და ლიდერი როგორც ევროკავშირისთვის, ასევე სხვა პარტნიორებისთვის. ნამდვილად არ ექნება იოლი გასეირნება, რომ ერთი არის ანგარიში, რომელიც დიდწილად შეიცავს როგორც მინიმუმ მანიპულირებულ სტატისტიკას და სრულიად განსხვავებული რეალობა ამ დროს ქვეყანაში. და მეორე არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში ირაკლი კობახიძის. და რა თქმა უნდა, ჩვენ მას არ გავუშვებთ ისე, რომ არ გაგვცეს ეს პასუხი ყველა იმ აქტუალურ კითხვაზე, რაც არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ქართულ ხალხს აწუხებს. დაწყებული ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და ოკუპაციასთან დაკავშირებული საკითხები, დასრულებული ისეთი მძიმე ეკონომიკური საკითხებით, როგორიც არის ხელფასები, პენსიები და ასე შემდეგ. ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო ფრთა ასე დავარქმევდი, ვთქვათ, გახარიას პარტიის მოღვაწეობას აქ პარლამენტში. კარგს არაფერს რომ არ იტყვის, გასაგებია, მაგრამ მოსახლეობა ძალიან კარგად ხედავს და საერთაშორისო ინსტიტუტები ძალიან კარგად ხედავენ, რაც აკეთებს საქართველოს მთავრობა. ყოველწლიურად უმჯობესდება ჩვენი ეკონომიკური სიტუაცია, ყველა მაჩვენებელი, ეს ჩვენი კვლევები არ არის, ეს საერთაშორისო კვლევებია. სტიპენდიანტი გახარია რა SMS გამოუგზავნის ახლა თავის აქაურ დაქვემდებარებულ ადამიანებს და ისინი რას გაახმოვანებენ, ამას ჩემთვის არცებითი მნიშვნელობა არ აქვს. ის იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მას ჰქონდა შანსი, რომ საქართველოსთვის ძალიან ბევრი გაეკეთებინა, მაგრამ ის ბრძოლის ველიდან გაიქცა და
ცუდი საქმეც გააკეთა საქართველოსთვის და ახლაც აგრძელებს. ასე რომ ჩემთვის ამ კუთხით მისი აზრი საინტერესო არ არის. ჩვენ ანგარიში ვიხილეთ საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული ჩანაწერები. ამ ხრივ შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ შთამბეჭდავია ის ციფრი, რომელიც ჩვენ გვაქვს ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციასთან დაკავშირებით. 80%-ზე მეტი აქვს უკვე საქართველოს შესრულებული ის ვალდებულებები, რომელიც ჩვენ ასოცირების შეთანხმებით გვაქვს ნაკისრი. ასევე მნიშვნელოვანია ის ჩანაწერები, რომელიც ეხება ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობებს, ასევე რეგიონული პარტნიორობის განვითარებას. მნიშვნელოვანი პროგრესი შუა დერეფნის განვითარების მიმართულებით. ამიტომ მნიშვნელოვანი იქნება, რომ მოვისმინოთ პირადად მისგან უკვე როგორ ხედავს ამ პროცესებს. ეს არის საპარლამენტო ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, როდესაც პრემიერ-მინისტრს მთავრობას აქვს შესაძლებლობა, რომ შეაჯამოს გასული წელი და რაც მთავარია, მოსახლეობას კიდევ ერთხელ გააცნოს საომავლო გეგმები. რა არის ქვეყნის განვითარების ის პრიორიტეტები, რაზეც იმუშავებს ხელისუფლება იმისთვის, რომ დაპირებული გრძელვადიანი გეგმები, რაც არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ეკონომიკის განვითარება, ამ ხრივ რა ნაბიჯები იქნება გადადგმული. ასე რომ საინტერესო მოვლენა იქნება, მით უმეტეს რომ მას ბევრი წლის განმავლობაში პირველად ასევე დაესწრება საქართველოს პატრიარქი, ბევრი მხრივ ეს იქნება ისტორიული მოვლენა საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების. თქვენ ხედავთ, რომ პარლამენტის პლენარული სხდომა გაიხსნა, ამ წუთაში დეპუტატებს მიმართავს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის შემდეგ უკვე ტრიბუნას დაიკავის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დაიწყებს საკუთარ გამოსვლას, ამის შემდეგ კი პარლამენტის სხდომა გაგრძელდება უკვე კითხვა-პასუხის რეჟიმში, მოგვიანებით კი დასრულდება პოლიტიკური დებატებით. რა ხდება სხდომაზე, ამას ახლა საქართველოს პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.